ჯიშები, რომლებიც განსაკუთრებულად მიდრეკილნი არიან თვალის დაავადებების მიმართ, ესეთები არიან ინგლისური ბულდოგები, გამოვყოფდი, იმიტომ რომ თითქმის ყოველ მეორე ჩემს პაციენტს აქვს თვალის პრობლემა, განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომი, ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული პრობლემა. როდესაც არ გამომუშავდება საკმაო რაოდენობის ცრემლი, ან თვალი არ არის ტენიანი და მუდმივად არის ჩირქიანი, მშრალი, უხეში, მტკივნეული. სხვა კლინიკებიდან მოსულან ძალიან ბევრჯერ ეს რაღაცნაირად შეწუხებულები, რომ აი რაღაცა ვერ გვიმკურნალა ექიმმა, მე ვუხსნი ყოველთვის რომ ეს არ არის ექიმის ბრალი, ეს არის ჯიშის ბრალი. ფრანგულ ბულდოგებში არის ძალიან ხშირი იგივე დაავადება, იმიტომ რომ მათი სახის ანატომიიდან გამომდინარე, მოფსებში ძალიან ხშირი არის პიგმენტური კერატიტები, ისეც რქოვნის დაავადება ერთგვარი. ესე იგი, უფრო მიჭყლეტილ მცხვირიანებს აქვთ ეს თვალის პრობლემები? რაქეოცეფალებს აქვთ უფრო მეტად. კატებში რა ხდება? ბრიტანულებს ძალიან ხშირად აქვს ცაცრემლი არხის დახშობა. სფინქსებს ძალიან ხშირად აქვს სეკვესტრები, როდესაც რქოვანაზე ხდება ყავისფერი შავი ლაქა და ეს აუცილებლად უპირობოდ საოპერაციო და მოსაკვეთია. ძალიან ხშირად არის ხოლმე გლაუკომა კატებში, ძალიან ხშირად არის ხოლმე თანდაყოლილი დაავადება, თანდაყოლილად გამოვლენილი გლაუკომა ძაღლებში ძალიან რთულად მიმდინარეობს და კატებში კიდევ უფრო ორმაგად.